ვიდრე მაყურებელს გავახსენებთ, ვის თამაშობდა ნანა კაკაბაძე, სულ ცოტა ხნის წინ ოპოზიციის დევნის საქმეზე კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე. ისე რომ სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება გამოცხადებული არ აქვს, განაჩენი 8 პოლიტიკური ლიდერის საქმეზე გამოცხადებული არ არის და მიღებული არ არის. შალვა პაპუაშვილი დამნაშავეებად აცხადებს პროდასავლურად განწყობილ პოლიტიკურ ლიდერებს. იმ ხალხს, ვინც ოცნების ოპონენტია და მათ, ვინც საბრალდებოს სკამზე სწორედ ნეიტრალური საქართველოს მოსაზრებების გამოტასვას. დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, ვინც დანაშაულს ჩადის, უნდა იჯდეს ციხეში. ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი. ნუ ჩაიდენენ დანაშაულს და არ იქნება პასუხისმგებლობა. ჩაიდენენ დანაშაულს, იქნება პასუხისმგებლობა. ამას ხანაით როგორ უნდა დანაშაული ჩაიდინონ და პასუხისმგებლობა არ დადგეს. ეხლა ასეთი ქვეყანა თუ უნდა წავიდნენ სადმე სხვაგან. როდის და ვის თამაშობდა ნანა კაკაბაძე, კარგად ახსოვს კახა კუკავას. მას ლოგიკურად მიაჩნია, რომ ნანა კაკაბაძე, რომლის პარტნიორიც ჯაბა იოსელიანი იყო, დღეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარი არის, როგორც ოცნების ოპონენტი აცხადებს. ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს იგივეს დამოუკიდებელ საქართველოში, რაც 92 წელს გააკეთეს. ახლა ტელეპიროლის ეთერით კუკავა უთulis ბიძინა ივანიშვილს, რომ ოპოზიციის დევნის საქმეს ნულოვანი პოზიტიური შედეგი შეიძლება მოყვეს, მეტიც ბიძინა ივანიშვილისთვის ეს იქნება უდიდესი კრახი. ქალბატონმა კაკაბაძემ ერთხელ უკვე თავის პარტნიორთან ჯაბა იოსელიანთან ერთად მოასუფთავა პოლიტიკური ვედლი 1992 წელს და ლოგიკური არის ეგ ძალიან, რომ ის ხალხი, ვინც მხედრიონთან ერთად დარბოდა თბილისის ქუჩებში და სამეგრელოში და რაც დააყენეს ქვეყანას გვახსოვს, ნანა კაკაბაძიდან დაწყებული გოგა ხაინდრავათი დამთავრებული, ყველა არის დღეს ივანიშვილის გუნდში. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზუსტად იმ სიგუას და კიდოვანის მენტალური და იდეური გაგრძელება. რაც ხდებოდა 92 წელს, აი იგივეს მოხარშას ცდილობს დღეს 21 საუკუნეში დამოუკიდებელ საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იდიოტური გადაწყვეტილება, რასაც იღებს ივანიშვილის რეჟიმი. მე მინდა პირდაპირ ბიძინას მიმართო, მას უყვარს ანგარიში კალკულაცია, რომ არ ვიცი ეს ყობახიძემ მიუტანა თუ დინარაძემ, ეს გენიალური იდეა, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფასდება ასე, პლუსები მეტი აქვს თუ მინუსი. ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი პროცენტი დარწმუნდება იმაში, რომ ქვეყანაში არის დიქტატურა და მზად იქნება იმისთვის, რომ თვითონ ივანიშვილი გასამართლდეს, როდესაც ეს ხელისუფლება დამთავრდება. მეორე კონკრეტული შედეგი იქნება ის, რომ კიდევ უფრო მეტი სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გარდა რაიმე სხვა მეთოდის გამოყენებას აზრი არ აქვს. და პოზიტიური შედეგი ამას ექნება ნულოვანი. ვინც ეს გადაწყვეტილება ურჩია ივანიშვილს, მინდა უთხრა, კარგად დაფიქრდი, შენთვის სიკეთეს აკეთებს თუ ბოროტებას აკეთებს. კახა კუკავა ისევე როგორც შალვა ნათელაშვილი საბრალდებოს სკამზე მსხდომ პოლიტიკოსებთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში არიან, თუმცა არ უჭირთ მაინც რაც ქვეყანაში ხდება, იმას თავისი სახელი დაარქვან, ამბობენ, რომ რაც ოპოზიციის დევნის საქმეზე ხდება, ის პოლიტიკურ კოდექსში არ ჯდება. შალვა ნათელაშვილი პირველებთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ სისხლის სამართლის საქმის გამო, რომელიც პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ შეთითხნეს. ის რაც ახლა ხდება, ქვეყნის თავს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პოლიტიკური პარტიების გენოციდური დევნა ქვეყანაში. აი ამას გეუბნებით როგორც იურისტი და აი ვისაც ეს არის ჯერავთ, აღდგომა და ხვალაო გათენდება და ვნახავთ სად ვიხილავთ აი ამ ეგრეთ წოდებულ საოცარი დემოკრატიის მშენებლებს. თუ მოახდენთ ცნობილი ფრანგული ფილმის პერეფრაზირებას, საქართველო ივანიშვილების საოჯახო მძევალი სათამაშოა. ეს ყველაზე რბილი შეფასება. მე სოფლიო პოლიტოლოგიაში არ მახსენდება ეპიზოდები, სადაც პოლიტიკური პარტიების ჯგუფი ითხოვდა სხვა პოლიტიკური პარტიების გაუქმებას და დაჭერას. პარტიების გაუქმება, აკრძალვა შეუძლია მხოლოდ ხალხს სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებში. სხვა მოდელი კაცობრიობას არ მოუწია და ივანიშვილის აი ეს
საქმიანობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნასახი აღარ დარჩა დემოკრატიის, დიქტატურის ზეობა, ხოლო აი ისინი, ვინც დაიქირავა და ასეთ ბინძურ საქმეებს აკეთებინებს, სამუდამოდ ემშვიდობებიან ყოველგვარ პოლიტიკას. არანაკლები ულმობელი გახლავართ მე პარტიების მიმართ, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მოითხოვო დაჭერები და აკრძალვები და გაუქმებები. ეს ვიმეორებ პოლიტიკური კოდექსის არანაირ წესში არ წერია და მაინც და მაინც საქართველოში უნდა მოესწროთ ყველანაირ ორიგინალურ ტრაგიკულ უცნაურობას. ოპოზიციის დევნის საქმე დასკვნით ეტაპზეა, რამდენიმე კვირაში ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს და ცნობილი გახდება რუსთავის მე-12 დაწესებულების კარი კვლავ გაიღება თუ არა პოლიტიკური ლიდერებისთვის. გუშინდელ ხდომაზე კი მთავარი მიზანი გახმაურდა ამ სისხლის სამართლის საქმეზე. ნანა კაკაბაძემ თავად აღიარა, რომ მისი მთავარი მიზანი არის, რომ პოლიტიკური ველური მოასუფთავოს პროდასავლური ოპოზიციით, რადგან ვერ ერევიან პოლიტიკურ ლიდერებს ოპოზიციიდან, რადგან მათ ამომრჩევლებს ვერ ართმევენ, ახლა მათი ციხით განეიტრალება არის როგორც ნეიტრალური საქართველოს, ასევე ივანიშვილის გუნდის მთავარი ამოცანა. ამ სისხლის სამართლის საქმეზე 8 პოლიტიკური ლიდერი არის პასუხისგებაში მიცემული, მათგან 4-ს ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ეგრეთ წოდებულ საბოტაჟ შედავებას საგამოძიებო უწყება, ზურა ჯაფაიძეს, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას ედავებიან საბოტაჟთან ერთად მტრულ საქმიანობაში დახმარებას უცხო ქვეყნისთვის და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ამ სისხლის სამართლის საქმეზე 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება სახელმწიფოს დამხობისაკენ მოწოდების გამო.